მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა ოჯახებს თავად მოუწევთ მიქანაძის განმარტებით ფორმებს საქართველოში Starbucks-ი შემოდის პირველი ობიექტები ზაფხულში ალშეებრუთკის პარტნიორობით თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე აქციის გაგიზიარებს თუ როგორ არასკროლს მეგობრებო რაცა კანის გამოცვლის პროცესის დასაწყებად გველის სახეს უხეშ ზედაპირს უხურებს მოდი აქა მთელი გორის ძაღლები ვიცი, ნახევარი გორი, მაინც შემგასტერილებულები არიან ძაღლები. ყველა ვიცი, ფოტოები მაქვს. სად არის ეს ძაღლი? ცუცი. ნუგაში ნაკუსა, მე გასვა. თორსაც არ გავატარ. ნუგაში ნაკუსა. კომნეს წაყოლო ქვეყანას აღიბა, ეგ გადმოდო. აი ხელა წაღიბა კომნაში რა. შენ იქით ის პატარა ცუცი რო არის კუდმოჭრილი თეთრი, არ დაგინახია? იქით ტუალეტებისკენ. მდიდარ სამნახემდა. სად არის ნეტა? ცუცი, რომელ წელს რომელი ძაღლი გავატანე? რომელ თვეში და რიცხვში და მე 3 დღეზე მეტი არ ვაჩვევ, ხურ ეკავ დააბრუნეთ ძაღლი. რა არის ესიც გასასტერილები, ახალი ძაღლია ეტყობა. ეს გორგია რამდენი წელია გაიხსნა? 13 წელია რაც არის. და ეს ძაღლიც თუ აქ არის? მეორე წელია. რატო არ მინახია? იქ ჭირჭირსი კიდე მინდა რომელ რიცხვში დავაბრუნებინე დაჟე რომელში გავატანე და რომელში დავაბრუნებინე ყველაფერი მიწერია ყველა ძაღლისათი თუთი მოდი გოგო შენ გეძე მოდი რამდენი ხანია გეძებ თუთი ყვირი ვარ მთელი ბაზარი სადახარ გოგო ისა ისეთი კარგია ესა ჩემთან არის ხოლმე სახში. მოდი. ეს ძაღლი ავტოსადგურში ყურე. ეს ძაღლი ავტოსადგურში მანქანა აქვს დაჯახებული ყურე თავს როგორ აშვრება ვიბრაცია აქვს თავში. დღის მერე ვიყოლე. და ძალიან ბევრი მკურნალობის მერე ერთი სიტყვით ყველანაირი ნევსი და წამალი გავუკეთეთ ყველანაირი ვიტამინი, მაგრამ ის არის ეს ვიბრაცია მაინც ამას რო ვაჭმე საათნახევარი უნდები. უყარდებათ პატრონები უყარდებათ, გაიგე და მერე დარდობენ ხოხლები. და მეც მალე შემიყვარა უბრალოდ. არებთან როა წეწე ჰქვია, სულ გაწეწილი არის მის დღეს. დედამისი შიგნით არის, მაგის დედა. ეგეც დედა და შვილი ლეკვები ერთად იყვნენ აქ ჩემ ფეხის სავალ გზაზე, ყრიდნენ ყველა ხოლმე თავიდან. ხო და
ერთად იყვნენ გადმოყრილები, დედა უკვე რამის დაბერდა, ისიც 5 წელია, ჩემ რაც ეს ტერიტორია მაქვს და ეს შვილიც უკვე 5 წლისაა რა, დედა მეტისა. ეს ტერიტორია რო ვიყიდე, ეს იყო ბაზართან. ამას 3 ლეკვი ყავდა. დაძმები იყვნენ, ამ 3 იყვნენ ესენი. 2 მანქანამ დასრისა, დიდ მანქანებმა და ეს ერთი გადარჩა, წამოვიყვან, ესეც 3 წელია ჩემთან არის. იქ თეთრი რო წევს კეკე. ვიბრაცია აქვს თავში იმას ბელა. რო იფხანს მაგას ჯული ჰქვია. ეს რო წევს ამას ძროხას ვეძახი, რა ვიცი. გაბერილია ისეთი როჭა, აი რამეს პირშროვაც მაცუნებ ხომ ტირის, გაი ხოხუდები, გაი ის ჩიჩე არის, ჩიჩე, აგერ ურას წევს. ყველა მიცის თავის სახე. ჩიჩე, მოდი გაკუ. ისა ბოცო ქვია. ეგ ძაღლი, ეგეც 5 წელია ჩემთან არის, ეს დადიოდა ავტოსადგურში. ძაღლის ტირილი მომესმა და ძაღლს წარმოიდგინე რძე გაზდის და ლეკვები არ სადარო ჩანს. მთელი ფეხით შემოვატარე მიმდებარე ტერიტორიები ავტოსადგურთან, რომ იქნება სადმე ეს არის ამის ლეკვები, მაგრამ არა, როგორც მივხვდი, ლეკვები ცალკე გადაუყარეს, ეს ცალკე გადმოსვა ვიღაცამ გადმოაგდო, მოვიყვანე 3 დღე ტირო და ესე დადებდა თავს და ტირული ხობა შვილებს. ესა ლაკი ლაკუნა ესეთი ავათი ეს ამას ხო თავშესაფრიდან დავიხსენი, რავი რა აღარ დავარქვი, მაგრამ არ მოიხედა. ეთყობა რომ კოკის ეძახდნენ და კოკერი რო დაუძახეთ მაღაზია რა იაკუჯებს. ეთყობა კოკი. ეს ამას მილა დავარქვი, ეს იმ 32 ნაუმარი ლეკვის ის არის. ისა მადაგონას ვეძახი. ისე ძალიან უყვარს იქით. თაკა ხორცს ვაჭმე 3 დღე ხლა აღდგომაზე ხორცი უზიდე სულა და სულ ხორცი მომაქდა. იქა ნარჩენს თუ ვინმე გადაუგდებდა. აი მაგას ვილა ჰქვია. ვილა პარკიდან არის. პატარა ლეკვი იყო, ეგეც ისეთი მსუქანი. ეს შავი რო წევს ეს შორს წმინდა წყლის ტერიტორიაზე იყო 4 ლეკვით, აი ეს შავი რო წევს 4 ლეკვით იყო, ყველა გავლაზე ვაჭმევდი ხოლმე, მაგრამ ერთ გავლაზე გავიარე აღარ არის, არც ძაღლი, არც ლეკვები. მოვიკითხე სად არის თავშესაფრმა წავიყვანე. მივედი რომ მივაკითხე უკვე თავშესაფარში, ხო, უკვე დაგვიანებულზე მივაკითხე ეს 4 ლეკვიდან ეს მოვაყვანინე მიიყვანეთ ისევ მეთქი დაბირკეს და ლეკვებიც მიიყვანეთ მეთქი, მაგრამ ლეკვებს ვეღარ პოულობდნენ, აერია ცხა ლეკვებში მიშიყარეს შემოყარეს რაღაცა და რომ მივედი მე ხო ვიცანი ეს 4 ლეკვი და 3 უკვე სულსალებდა, აი ზეზეულა გაფშეკილები, გაჩონჩხები უკვე ჭირი ქონათ უკვე შეყრილი თუ ენტერით, უკვე იხოცებოდნენ რა. და მე-4 გარეთ არის ამის შვილი. მივაყვანინე ადგილზე და ეს როგორ ტიროდა იცი, წამოვიყვანე შვილები, თვითონვე გამომყვა შვილები, რო იქ აღარ აყავდა და რო წამოვედი, არასდროს გამომყოლია, როცა ლეკვები იყავდა და გამომყვა, აქ თავის ფეხით გამომყვა, ფეხით მომყვა და დარჩა და ყოველღამე ტიროდა ეს თავის შვილების მომისთვის. ამას დორი ქვია, ეს ლაბრადორის ის არის. ხო უნდა ეჩუქნათ და შავი რო არ მოინდომს ხო არ გავაგდები. შიგნითაც ეგრე ყველა ზოგი ჩემი გაზრდილია, ზოგი და ძინების ის იყო, აი ხლა შავი არ გამოდის ერთი ქოხში არის, იმასაც ეშინია ხალხისა. ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობდა 8 წელი. ბავშვებთან ციცია კარგი კონტაქტი გონფიან. მაქსი ერქვა და ბინის ხალხმა და არქვა და ერთ-ერთ ტიპს არ მოსწონდა. შვილი დაყავდა იმ სადარბაზოში მასწავლებელთან სამეცადინოთ და მამაშვილს არ ევასებოდა რა, რომ ეს იქ უნდა ყოფილიყო და 3 ჯერ პოლიცია გამოუძახა ძაღლს, წარმოგიდგენია.
და ის მერას მიზავს და სხვას მე ვერაფერს ვერ მიზავს, მაგრამ ხო და სამჯერ მოხდა თავშესაფარში. და როგორ ერთხელ საწყალმა მეხუთე სართულამდე იგინა და ჯოხი ფოტომაკ გადაღებული ჯოხი დაამტორიეს ზედა, აი ეს გადატეხილი დიდი პოლისჯოხის ტარი იყო, სავარაუდოდ, აი ფოტო მაქვს იმ ჯოხზე გადაღებული. ამ ძაღლს გადაატეხეს ზედ, სამჯერო თავშესაფარი ლასოთი გაათრევს და ვიღაცა როჯო მახლა ჯოხს გადაამტორებს, ხო, აღარ არის ყველაზე იქნება. აღარ არის კარგად. ლამაჯიალი ვაი მე სამართლა რა კარგი არის დედა თქვენ არ გივლიან მოდი მე გახლავართ ცხოველთა დამცველი ხალხო ღამე წვავენ ესენი რომელი საათია აი ეხლა წვავენ ესენი ძაღლებს ხალხო რაღაცნაირი დაზაფრული ღამე იყო აი ცუდი ღამე ხო გინახეთ ძალიან ცუდი ღამე რომ რაღაცა ხდება რაღაცა 700 მეტრის მოშორებით ვიგრძენი დამწვარი ხორცის და ბეწვის სუნი და ახლოს რომ მივედი, აი მაშინ მე მივიღე, აი დედას ვიცარ, ეხაც ვფიქრობ რაღაცა, არ ვიცი რა ძალა იყო ეს და რა საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდი, რაც მე დავინახე. ანუ კრემატორიუმიდან გაგუგუნებული ბოლი. და იცით როგორ იყო, მთლიანად თავშესაფარს ჰქონდა, ესე ბოლივით დაწოლილი და აი ღრუბელივით იყო. აი ცუდად თავი იმას ხო უნდა მივხვდე ღამის 3 საათზე მაგიდა დგას გარეთ კლინიკაში არის შუქი და მაგიდის გვერდზე დგას მანქანა ძაღლმჭერი სადაც მანქანით ყავთ მანქანაში სვავენ ძაღლებს აქედან დასკონა და დიდი ეჭვი იმისა რომ შენ თუ დამნაშავე არა ხარ მაშინ რატო არ აკეთებ ამას დღე და რატო აკეთებ ღამე და რატო გაქვს კლინიკა და რატო ეს მაგიდა გარეთ სამედიცინო ძვირადღირებული
ქსილაზინი არის ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც მარტივად გასაყიდია და მარტივად ხელმისაწვდომია და ქსილაზინის მოდუნების დროს ძაღლი გრძნობს ყველაფერს, მათ შორის კუცსაც აქიცინებს, ესმის ყველაფერი, თვალებს ხუჭავს და ახელს, ანუ ჩვეულებრივ ყველაფერი ესმის და სადღაც 1 საათიანი მოდუნება, ალბათ ესე მოხდა, იქვე არის კრემატორიუმი, სადღაც 10 მეტრის მოშორებით, სადაც არ დასჭირდებოდათ კიბეზე ასვლა, არ დასჭირდებოდათ ძაღლის აყვანა და შეყვანა, მარტივად ეს საცოდავი ნაშიმშილარი უბედური ძაღლები ალბათ გადმოათრიეს იქიდან, დაყარეს მაგიდაზე, გაუკეთეს კუნთში ქსილაზინები, მოადუნეს და ჩაყარეს კრემატორიუმში და ამიტომ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს ამის, რომ ეს მოხდა. იმიტომ რომ დღესდღეობით კიდევ არ აქვს თავშესაფართან წვდომა, დღესდღეობით კიდევ რომ მივდივართ შესულაზე უარს გვეუბნებიან და არა მარტო შესულაზე, დღესდღეობით გვეშინია მოყვარულებს, რომ აქეთ პროვოკაცია არ მოგვიწყონ და აქეთ არ დააჭერინონ ჩვენ თავ. ამის დიდი ეჭვი მაქვს. იმ კადრებთან დაკავშირებით და იმ ამბავთან დაკავშირებით, რაც 1 აპრილს გავრცელდა, კომენტარს არ ვაკეთებთ, დაწყებული არის გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და გადი იქით, მოდი აქეთ. რა დაინახეს? დაუშვათ ეს ყველაფერი ტყუილია, ეს ცირმამ და ხატა უგონა ესე რა არენდობიან უკან. დაუშვათ ხატა ეგრე. შენ რო დირექტორი ხარ, ეს სამსახურია შენი. აი ხა ეს არის ჩემი. ეს ჩემი პირადია, მაგრამ არის მუნიციპალური დაუშვათ, ხო? და მოხდა ესეთი რაღაც. მე რატო უნდა დავიმალო, ამდენი ჟურნალისტი აქ არის, ხო? მოსულია თბილისიდან ხალხია ჩამოსული. მოადგილე ცალკე იმალება, დირექტორი ცალკე იმალება. მე რატო უნდა დავიმალო, ვარ სრულიად მაგრამ გავაღებ კარებს და მოვბძანდი აგე კამერები. ისე თავს ვერ მიაბრუნებ იქა კამერები გაშინებენ. და მოიღეთ რაც გინდა, კი მართალი ვარ. და იმ ირმასაც მივახეთქებდი იქ სადმე მაშა, ხო? თუ მართალი ვარ. რომ რეებს მიგონებ შენ, ეს რა გამიკეთე. ჯერ იმიტომ რომ სახელს მიტეხავ, მე სადისტი გამოგყევარ, მე ყველანაირი ის გამოგყევარ, შეიძლება ციხეშიც გამიშვან. მედი და ყველას ნომრებს უბლოკავდნენ, სამორიგეოში სინათლე ჩააქრეს, მე კამერამ რომ მიათა გაიფანტნენ გიჟებივით და ესეთი რაღაცები ზოგი რომელ კარიდან იპარებოდა, რატო? ეს ძაღლი ხო არ უნდა წაიყვანო აქ ხო არის. მაგაზე ხართ გამოსულები? არა, ახლა მერტანა ვარ მოს. სამსახურის მანქანას იყენებთ მერე? პირადი ინტერესებისთვისა? პირადი ინტერესების. როგორ არა, ახლობელთანა სამსახურის მანქანა რატომ მოდი? მე რა იციან მანქანას რო გამოიძახებ. ერთხელ ფეხით მივდივარ, ფეხით გადავადგილდები ქალაქში. ფეხით მივდივარ, ჩამიქროლა ერთმა. დამჭერი არ უზის მძღოლიეთის. ჩავიარე, ცოტა გავიარე, მეორე იუსტიციის სახლთან ადგას. იმ წუთში გადავრიკე, მანქანა მჭირდება, ერთი რას მეტყვიან. იციან რას გეუბნებიან, იცი 4 მუნიციპალიტეტის აქ არის გორში, ხაშური, ქარელი, კასპი და გორი, ხო აქ არის, ერთი თავშესაფარია. თვითონ რო სჭირდებათ და თავად საქმეზე არიან საკატაოდ გასულები, ხო? გეუბნებიან ხაშურშია, რომ გვიან მოვა, გაიგე, ხაშურს გეუბნებიან, კიდე კაი ბათუმშიც არ იძახებენ, თორე ეგრევე ბათუმს გეტყოდნენ, ხო? და ერთმა გამიქროლა, მეორე იუსტიციის სახლთან ადგა, გადაუღე ფოტო, თან დაველოდე ვინ გამოვიდა და გამოვიდა ერთი, ხო და მანქანა მჭირდება, ძაღლია წასაყვანი მეთქი და
ვიცოდი უკვე რასაც მეტყვი, მანქანა ხაშურშია. ეგრე ისე რა გითხარ, მე სად ხაშურშია. ერთმა იმ წუთში გამიქრო და მეორე იუსტიციის სახთან რომენ ხაშურშია. აი სულ ჩხუბი მქონდა, სულ დაპირისპირება. აი კაც არის ძაღლები. აი ფერმაში წაყავთ. ამას ქურდოს ეძახის თავის ესენის ყველა გადამოსმული ძაღლები იყო. მოდი ჩემ. მოდი. ნუ გეშინია, მოდი. ალო. ხო. ხო, კაი არა მცალი. ეს იყო ავტოსადგურში, გორის ავტოსადგურში, ესა და 4, ამასთან ერთად 4 ლეკვი იყო კიდე, ამასთან ერთად ავტოსადგურში და წაიყვანა თავშესაფარმა. დიდი ომის მერე ეს სიტყვით 4 იქ გაიჟლიჭა, ჯერ მატყუეს გავაჩუქეთო ის 4, მაგრამ გავიგერო დაიხოცნენ და ამასაც ჭირი ქონდა, უკანა ფეხებს აქანავებდა რა, ესეც ლეკვი იყო და მე რომ მოვიდა, ეს დავაბრუნებინე ეს ერთი გადარჩა. აი 5-დან ეს ერთი გადარჩა და მე ავტოსადგურში ხო იყო ხოლმე, მე დადიოდა ესე ამოვიდოდა ხან იმ კოტეჯში იყო, ხან იმ კოტეჯში და აქაც ცხოვრობს ერთი რამდენიმე კარგი ოჯახი, რომ ეს დევნილები ჯობიან ბევრად გორელებს, მაგრა უბიან ძაღლებს. ეს გორის თავშესაფარში საშინელებები ხდება, ეს პირდაპირ ვიტყვი. სრულიად ჯანმრთელი ძაღლები. აი თუ ნაგაზი ალაბაი მოხვდა არის რომ გამოიქცა პატრონს, ხო? აი ხა როგორც ჩემმა იცისა, მაგალითად მადაგონთან ჩასვლა არის, გამოიქცა პატრონს, წავიდა, ან შეჯვარების პერიოდია და იმ დროს გაექცა ძაღლი და წავიდა და მოხვდა თავშესაფარში. იყო ეგეთი შემთხვევა, აქ სანერგემეურნეობაა, დაკარგა ძაღლი, გამოიქცა. გორიმოლთან ჩავიდა ძაღლი, იქ ვიღაცამ თავშესაფარი გამოიძახა, ეს წინა დირექტორის დროს არ იყო ესეთი ისინი, რომ თავშესაფარი ყველას ეძახა, იმიტომ რომ ის შეიძლება მაშინაც არ იყო სიტუაციები კარგი, მაგრამ ესეთი მკვლელობა და დაძინებები არ მიდიოდა და ესეთი სადიზმი, რომ ძაღლი ეგდოს გაჭირვებული, მაშინ ჩვენ შეგვეძლო წამალი შეგვეტანა და ექიმს მიეხედა, მაგრამ ეხლა რაც გინდა მიიტანე, არც წამას გართმევენ. არ ამკურნალობთ მორჩა. პასუხია ეგეთი, მაგრამ რატო ხარ? სამი ექიმი რატო ხარ ისთვის, აბა? თან 24 საათიანზე. ადი მოდი. კი მოდი. ვაიმე. მოდი. ვერ ჩქება? მოდი. მოდი. ნუ ცოტა მე. წოლები არის ბოლოში. სამდღე რო ძაღლი გამიჩერებია, საუკუნის ნაშიმში ლარსაგავ რო გამოსულე. მე აქვს ჭირი გამოაქვთ. სანერგემეურნეობის ძაღლი რო ვიღაცამ გამოიძახა და მოხვდა თავშესაფარში. ეხლა პატრონი ხო ეძებს, მე ხო ვიღაცა ეტყვის, რომ მაგას გვიანახდება ხალხი, რომ იქაც უნდა მოიკითხოს. ეს ძაღლი რომ მივიდა უკვე დაუძინეს და უწეს მორჩა. აღარ დახვდა, ეს გავიგე მე. ხო და რომ მიაკითხა უკვე ცოცხალი აღარ დახვდა. სეტკიდან აქ კი მოხვდა უთხრეს, მაგრამ სეტკიდან გაიქცაო. ეხლა მალადის ეხლა მან და თუ სეტკიდან ძაღლები გადადის, მაშინ ყაჩაღობას მოახდენს. ეს ისეთი კაცმა გაზარდა. ეს აქ არის კოტეჯებში. სამსახურში რომ იდის ის კაცი გარაჯად მუშაობს, თან მიყავს ხოლმე. მიყვება რა, ამოყვება. ამ ტერიტორიაზე შემოაქვს თილი. აქ. თილით გასაპირად ადრე აქ და იქ მოხავს ძაღლი. სულ ახალ-ახალ ფოტოები მაქვს ბევრი, აი გადაღებული. ძაღლი იყო ზამთარში, მივედი. კარგი.
გაყინული, აბა დეკემბერში როგორი ყინვები იყო, გაყინული ფეხებს აფანთხალებდა, შლანგიც იქ იყო, სველი ძაღლი, სუსველი, ესე იგი იცოდნენ რომ უნდა მისულიყავით იქ. ამ შარტში და განავალში რო ეგდო ეს ძაღლი, ხო, ეს არ უნდა და ვინმეს დაენახა და ეგრევე ქონდა ეს ცივი წყალი გადავლებული ძაღლს, გაწუნწული, გაუბედურებული და თბილისში წავიყვანეთ ეს ძაღლი და მანქანაში. ჩვენ არ გვეგონა თუ ეს ძაღლი გადარჩეოდა. გვეგონა რომ გზაში მოკვდებოდა და მანქანაში რო გათქვა საწყალი, მაშინ რო გავუღეთ მე რო წამომდგარი დავხვდა. ძაღლი იყო კიდე მიყვანილი, დაჭრილი იყო თუ პატრონმა ვერ მიხვდა, მე დამირეკა და პოლიციას გამოიძახეთ, მეთქი მე მაგდორს თბილისში ვიყავი და გამოიძახეს და პოლიციას გაატანეს. პოლიცია მიიყვანა თავშესაფარში. მეორე დღესვე მივაკითხე ძაღლს. ძაღლი ფეხზე დამხვდა. დაჟე მაგ დღისთვე დავრეკე და არა, უდანით არ არის დაჭრილი, ეტყობა ძაღლი ისე იყო რაღაცით გაკაწურული. უდანით არ იყო ძაღლი დაჭრილი. ექიმისგან ვიცოდი ეს რო დავრეკე. მივაკითხე მეორე დღეს ამ ძაღლს. რახან პოლიციის მიყვანილი იყო, ქონდა ის მწვანე ანტიბიოტიკის შესხმული. ისე სხვა ძაღლებს არ მიასხამენ, როგორი ჭრილობაც გინდა ქონდეს. რახან პოლიციის მიყვანილი იყო. ძაღლს კარები გაუღე და ეს ახლობლის ძაღლი იყო და რომ მიცნო ძაღლმა ტირილი დაიწყო და ბოლომდე არც გაუღე კარები, არ გამომექცეს მეთქი და წავიყვან მეთქი ხლა ხო ფეხზე დგა რაღაც არის მეთქი აქ და. იყო ესო ხო კარგად არისო პოლიციამ მოიყვანაო, მოადგილე მეუბნება, არაფერი უჭირს, კაი მაშინ და იმ უბნიდან მე ძაღლი მყავდა გასასტერილებლად გატანებული. და დაურეკე რომ ის ძაღლი თუ გასტერილდა მიიყვანეთ უბანში, კაიო მივიყვანთო. ისიც ჩასვით იმ უბნისაა და ისიც წაიყვანეთ მეთქი. რაღაც არის მან და ის დაჭრილ ძაღლზე მეუბნები და კარგიო, აი მეუბნება როგორ. კარგიო რომ ამასაც ჩავსვავთო და ერთად მივიყვანთო. ესე იგი ძაღლი რითი იყო მკვდარი იმაში, ოლიაში არავინ არ იცოდა. შევიდნენ და მკვდარი დახვდათ ძაღლი. ამდენი თანამშრომელი, ამდენი მომულელები, რო შეხვიდე 50-ზე მეტი თანამშრომელია, კაი სერიოზულ რესტორანს არ აყავს მაგდენი თანამშრომელი და რატო ისა მე რეკამე რომ აღარას უნთქავს ძაღლი, რას თქვი აღარ ვერც მეუნევიან მოკვდა და აღარას უნთქავს ეგ როგორ გავიგო მოკვდა მეთქი და ხო აი შევედი და აღარას უნთქავს გაიგე ძაღლი მკვდარი იყო რამდენი ხნის არავინ არ იცოდა არა და ცოცხლად ეგულებად შევიდნენ უნდა ჩასვან და წამოიყვანონ ლუსი, მოდი გოგო. ტინის ხიდიდან მოუყანია ერთ-ერთ მძღოლს თავის საკუთარი ეზოდან გადმოუვიდა, იქ ხათამი დაუბუბნია თუ შეუჭამია და მოიყვანა და დატოვა აქ. და ძაღლი რას შვრებოდა არ იცი, პირველად რომ ნახე. ძაღლი ტიროდა, არანაირ ხალხში კონტაქტში არ შემოდიოდა, ტიროდა იცი რა მაგრა და ვიკითხე რატო ტირის და დავაკვირდი ამ ძაღლს, ესე გავლით კი არ ვაკვირდები მე ძაღლებს, ისე დავაკვირდი ამ ძაღლს და თეთრი მარშრუტკა გავიდოდა თუ არა აედევნებოდა და წმინდა წყლამდე მისდევდა. და რა დონეზე მეწოდებოდა ძაღლი იცი, რომ მანქანა არ დავაფიქსირო, რომ ის თეთრ მარშრუტკას დაძლებდა პასტაიანას და რო ვიკითხე რა ხდება თან სუტირის, არავისთან კონტაქტში არ შემოდიოდა, მან სოფელ ტინის ხიდიდან მარშრუტკის მძღოლმა თავის ეზოდან გადმოსვა და აქ დატოვა, ხათამი შეუჭამა თუ მოუკლა რა ვიცი. და ესე ის ლუსის და ქალები არიან, ეს ჩემი ნაცარა. ეს არის ბაზარი, რაც ეს ბაზარია, ეს ზაღლიც არის. ესეც 4-ჯერ დავიხსენე თავშესაფრიდან. იყო ავტოსადგურშიც შემოსევები ხალხისა, აი წაიყვანეთ, განაიკბინება, არც ერთი ძაღლი არ იყბინება და აგრესიული არც ერთი არ არის. აი არიან მოვაჭერქალები, აი ჩანთაზე დამიწვა და აი იქ და აქ ბეწვი დაყარა ჩემ ტავართან და ესეთი რაღაცები იყო. იყო თვითონ იმის ავტოსადგურის დირექციიდან ძალიან ცუდი ისინი, რომ წაიყვანეთ ძალიან ბევრი გაქრა თავშესაფრიდან, რომ წაიყვანეს თვითონ ბაზრის დირექციამ. დაპირისპირება პოლიციის გამოძახებაც მქონდა ბაზარში, მქონდა თვითონ დირექტორთან. ეხლა აღარ ხდება ბაზარში მით რაღაცები.
აი ნაჭარმაგევ რესტორანია ზევით და სოფლებიდან წამოხვალ. პირველი არის ის ნაჭარმაგევი და მე დანარჩენი რესტორნები და იმ ნაჭარმაგევთან უშვებენ პირველი. იტყვი იქებს უმწადებს აჭმევენ ბლუდი. ისე რომ რესტორანთან ვინც უშვებს, რომ გაითვალისწინონ, რომ იქ არავინ არ აჭმევს, იქ არც აჩერებენ. არავის არ ეშინია, მოძულე უფრო მეტია. მერე ბაზრის ერთ-ერთი ძაღლი ჩემთან ამოდის აქ. მოდის ხოლმე, საღამოთი აი იტყვი სამუშაოდან მოვიდა აქ ძინავს, ერთი გზა რო ისწავლა. დილით მიდის ისევ იქ მეხორცე ბიჭებთან არის, იმათი გაზი, რაც ეგ ბაზარია, სულ არის ძაღლი. დავიღალე. ხო და იმასაც მოვა ბისაყელო, იმასაც მოხსნა ვიღაცამ. თუ გეშინია და თუ აგრესიულია, როგორ მიდის საყელოს როგორ ახსნე? არ არის. უმეტეს არ უყვარს. შიში არა აქვს, არ უყვარს. აბა ერთი ცუცისად არის. ცუცი. მოდიგო. ცუციკო. დაწეხე. რა იყო შემეშინდა? თუ გეშინია, ხო იცნობ ნაცარას. აი ამას როგორ უყვარს ძაღლი? შავი ძაღლი რო დაგანახვეთ იქ დამლაგებელ ქალისა, აი ამის ძაღლია, როგორ უყვარს იცი ძაღლები. ეხლა ეს ხოცოდოა. აჭმევს თავის ჯიბიდან. მე რა დამადგება. მომისმინე. ჩემი ძაღლი დაყოლი ხოწოლი. არავის არ მიყავს ნუ გეშინი. თავშესაფრიდან ბაზრის ძაღლები 4-5-ჯერ მყავთ ახსნილი. მიკედლებები მაქვს მაგ ბაზრის ძაღლებზე გაკეთებული. მე უბნებში რო არიან მოყარულები, იმათაც გავაკეთებინე რომ მიიკედლეთ და არიან ყავდეთ მიკედლებული. იმ სხვა უბნებიდანაც მირეკავენ ძაღლებზე რომ წაიყვანეს. დამიბრუნებია ის ძაღლებიც. და რო დამირეკია თავშესაფარში რომ ეს ძაღლი ამ ქუჩიდან რო წამოიყვანე, თან ვიცი ის ძაღლები დააბრუნე, შენ ამ ძაღლზე რა გაწუხებს? პასუხია ეგეთი. რას ქვია რა, ესენი ჩემი გაჩენილები კი არა, ყველა ძაღლზე ვწუხდები. აი დამლაგებელს აყავს 3 მიკედლებული. აგე იქ არის. ესა ნინოს ბავშვია. ნინო ეს ძაღლი არც ხალხს ეხება, არცად არ გადის საერთოდ. აი ნინოს სადაც არის ხო ხვდები. აი ეს აქ არის ერთი. ყველა ძაღლს ეშინია მაგ იმის. აი ეს პატარა რა, ისიც დაიმალა, მან დიწვა. ამ ქალს შვილი არ აყავს. ამ ძაღლებს შეაწირა თავი. მოდი ჩემთან. აჰა ბურთა, მოდი ნუ გეშინი. მოდი ძინა, ჩემთან მოდი. ძინა ვერ მიცანი გოგო, ვერ მიცანი. გაუშვი ახლა. ცუცი, პატარა ძაღლი არ იყო აქ. პატარა ძაღლი არ იყო. დიდი ხანი აქ ახარ. არა, ეხლა ხარ. თანახმახართ მაგ კანონზე. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვერაფერს ვერ გეკ. ბაზრებთან არა, კვების ობიექტებთან არა, იქ არა, აქ არა, იქ არა. ტყეშიო, ხომ მიხვდია ტყეში რა არის, რა გამოდის აბა. ტყეშიც ან უშვებენ ან არა, აგე დაწვეს გორის თავშესაფარში. ზია. პატარა ძაღლი არ გინახია? პატარა ძაღლი ხო არა? პატარა ძაღლი ესე დაიცა, იქ წავიდა. მოიტა თათი, მოიტა. აგე იმა ისეთი ამისდაც იქ არის შენობაში ჩემთან, რომ ამორჩევით დაძდევდა ხალხს, ყველას კი არ აკბენდა, რავი, რაღაცა ქონა დამახსოვრებული. ეხლა აქ ერთ-ერთი მოვაჭრე არის ამ ბაზარში, აქვს რაღაცა აპარატი. ძაღლის ხმას გამოსცემს და ამ ძაღლებს აგიჟებს. მიხვდი რომ იყეფონ, იწივლონ და ვიღაცამ გამოიძახოს და წაიყვონ. ძაღლებს ძალათი აგიჟებენ, ხო მიხვდი? არის ის მოვაჭრე აი ამ მაღაზიაში რომ იტეხავს ძაღლებს. ენიანს ვეღარ გააგდღეს. რამე ის თავს ვერ იცავს მოლაპარაკე ადამიანი, აი მან რა უნდა დაიცვას ახლა, მიდი და დააბრალე მიკბინა და მორჩა. წაიყვანს და დააძინებს თავშესაფარს, თუ ვინმე არ დაიცვა და ვიღაცამ არ მიხედა. აი უმეტესი ეგრეთია, უყვართ აჭმევენ, მოსწონთ, მაგრამ მოვა თავშესაფარი, უნდა წაიყვანს შევლენ, დაიმალებიან და რომ მომითხოვია პასუხი, რატო დაიმალე, გამოხე, რატო არ გამოხედე იმ შენ ძაღლს, რომ მიყავდა იმ შენ მიკედლებს გაიგე და აბანოში ვიყავი თავს ვიბანდი, ვიღებავდი, რავი, აი სისულელებს ხო ხვდები რა, რაღაც იმ იდიოტურებს გატყუებენ, ხო და გამოხედე, ვეტყვი ხოლმე, გამოხედე და ნუ გაატან. უთხარი რომ არ გააქუფლება ყველას. მე ზოგმა იცის, მე მირეკავს, აი ჩემ წირო ძაღლი იყო წაიყვანეს და შენც აგაქუფლება რომ გამოხედე გაატან. რუსა ეშინიათ ამ ხალხს არ ვიცი.
მე რა პასუხი იცის იცი დირექტორმა. იმ დირექტორი არ აქვს პასუხს, მოადგილე, ეს არ ამოჭრა გაუშვი ძალიან აქვს ხურა. და დაურეკე მაგალითად აი ეს ხო აი ტერიტორიაზე და აი ცოტა ოდნავ ქვემოთ აი ბაზარს გაცენილ ტერიტორიაზე რომ იქ ძაღლი რო წამოიყვანე დააბრუნე ის ძაღლი იქ დაბირკულიც არის ყველაფერი შენ რა გაწუხებს მაგ ძაღლზე შენი ხო არ არის შენი დანარჩენ ჩემი გაჩენილები კი არ არიან ყველა ძაღლი ჩემია შენი ხო აი პასუხი შენ რა გადარდებს მაგ ძაღლზე გამოხედეთ ბიჭო კარგად აბა ნინო აი ახლა შარშა მუშაობდი ლიდერფუდში მაგრამ ციოდა და მაგიტო წამოვედი გავცივდი ხომაცი ვარია ფაქტიურად და სულ მუშაობ აი ყველანაირ სამუშაოზე ვმუშაობ ვაშლის კრეფაზეც დავდივარ ბლის კრეფაზეც დავდივარ თბილისშიც ვმუშაობ რა აი სულ ვმუშაობ რაღაცებზე ვაჭრობ ყიდი ბევრამეზე მან გონიათ რომ ვიღაცა თანხებს მირიცხავს იმიტომ თუ არა და რა ძალა მადგია გაიგე ისიც გონიათ რომ სიყვარული არ არსებობს ცხოველებისადმი და ყველას ეგრე გონია მოდი ერთი რა იცია გადავდივარ ხოლმე თურქეთში ოქტომბერში 500 ლარისა გადმოვიტანე კანქვეშად კიპარო აქვს სახლს ბეწვის ცენა ჭიას რაღაცებს პოვობს უფრო იაფიჯდება ვიდრე საქართველოში იქიდან გადმოტანილი და ვასმევ ქუჩის ძაღლებს პატრონიანებსაც ბევრს ვასმევ პატრონებს რო არ აინტერესებს იმათი ბედი ცუცი მოდი გოგო შენ გეძებ მოდი გოგო მოდი ნუ გეშინია ცუცი არის ერთ-ერთი რესტორნიდან ესა წყალი მოხდა თავშესაფარში და ჩემახლობელმა დაიხსნა რა და რჩებოდა ქუჩაში ან თავშესაფარში უნდა მომკვდარიყო ან ტყეში უნდა გადაეგდოთ და რაღაცა ეგრეთ უნდა დამარცხნიყო რა და წამოვიყვანე შემეცოდე პატარაა თან ახლა და ესე მოხდა ეს გოგო ჩემთან აქ რამდენჯერმე გამომყვა ეს სახლიდან და აქ გზა რო ისწავლა ისეთი ის არის როგორი ძაღლია იცი აი სადაც გინდა გავიდეს ძაღლი არ გამოიკიდება დიდ ძაღლებთან როგორ კონტაქტობს ეხლა რომ დიდი ძაღლი გამომყვა ეს ჩემთან მოდის ღამე მეთქი ის იმასთან როგორ იმებს ამყარებს იცი მივა გაუგორდება აი მაგარი მეგობრული ძაღლია არც ეშინია სულ დიდ ძაღლებთან აქვს კონტაქტი და აქაც არ მოდის ჩემთან აქაც აქ ერთი ქალი შეუყვარდა და ივერც იმას ატყობს ჩემთანაც უნდა იმასთან ნანა ქვია იმასთანაც უნდა და
ვის გაინტერესებულია ყველა გაგება? არა, ეხლა იქეთ არ ვიცოდი რომ შეეშინე. იგი ნაომი კემბელია რა. სხვა ქალაქები კია. დაუძერდა ფეხები. მამას ქონია ბედის ქონია. აბა. ფერის ორმოში ჩავარა. თან როგორ დახტუნაობს გოგო? აბა ეს რო ფეხზე დადგება და აუცილებლად დადგება მერე რას. მარიამს ყავს 4 წელი, გავაშვილე მერე. გაერთო ოჯახები, ესე ბავშვები გაართეს, და გამოყარეს. მოწყინდათ და მომიბრუნეს უკან. ალბათ ბევრმა არ იცის რომ დღეს უნდა შევკრიბო. და ბევრმა არ არის. იმიტომ რომ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია. ცოტა ხალხი დიდი ზაღლი როა ძალიან მე რო გითხარ ჩემი ახლობლისა მეთქი თბილისში რამე რო ამისი ორჯერ გაუტეხეს თავი მერე ბავშვები მივიქნენ ახალ წელს ფეხები დაუწეს მე უმკურნალე და უბნიდან მე რო არ ვიყავ სახში მოკლედ ისარგებლეს ჩემო მეგობრებმა და გადაიყვანეს დაკვენაზე და ეს ზაღლი როგორი მშვიდია ხო ნახე ისეთი მშვიდი ისეთი არც ზაღლებთან არ არის აგრესიული ეზოში გორის თავშესაფარსა კლინიკა შეგნით უნდა შეეყვანა შიგნით გამოიკვლია ვეტერინარებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხო გაეკეთებინათ ევთანაზია სხვა შემთხვევაში სუნი არ გამოდის იმიტომ რომ ყვავილი რო ამოდის მილში იქ ფილტრებია და ეს სუნი არ წევდება მარტო ყვავილი ამოდის და მოჩა ამიტომ ესე იგი ღრმაეჭვმა თქო რომ მოხდა კონვეიერული სისტემით აი ამ კრემატორიუმის გულის გამოყენება ჩვენ ცხოვრთ მოყვარულებს ნახევარზე მეტი არ გვძინავს მოსუნება რომ დავნერვოზდით ისაც იმიტომ რომ ვისაც ყველა ზაღლი უყვარს ის კი არა ეს ჩემია და ის არ მაინტერესებს და იქ რომელია ქუჩებში მე ყველა ზაღლი მიყვარს ყველა ზაღლი მაინტერესებს და იყოს ისეთი კანონი რომ ეს ზაღლები ყავდეს სადღაც არ გვინდა ქუჩაში ყოველთვის დარდი გვაქვს მანქან არ დაეჯახოს ვიღაცამ რამე არ დაარტყას ვიღაცამ რამე არ ჩასხოს ვიღაცამ არ მოწამლოს და ესეთი რაღაცები სულ გვეშინია აი ვინმე რომ მირეკავს ხოლმე მოყვარული უკვე ფიქრობ რამე ხო არ მოკვდა რამეს მანქანა ხო არ დაეჯახა უკვე სანამ ტელეფონს გავხსნი მე უკვე გული ტვინში მივარდება ხო და ჩვენც ცოდონი ვართ მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ თუ ვინმეს ეშინია გასაგებია მაგრამ ისე თუ არ ეშინია და მოძულე ხარ და არ გიყვარს და მაღაზია იტეხავ იმათაც ავთხო რომ დაანებონ თავი გუნდის ფერი სწორი რეიბანით დაგეგმდით ეს ფერი ამ სეზონზე ყველაზე მოხსნადია ამიტომ ჩამოვიტანეთ და შეგიძლიათ ჩაუყვეთოთ ამ მოდელს თანხმობაზე ტოფულის ალები თბილისი საქართველოს ამაზე მსუბუქი ამპორი ვარ მაგისა თუ Satam Genevieve